საინტერესო ფაქტი, აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გარიცხულია, მაგრამ ევროპისთვის ოქროს რეზერვად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გარიცხულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბაქოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე საუბრობენ. იტალიის პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანს ავტორიტეტული პარტნიორი უწოდა, ხოლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ოქროს რეზერვი. ეს განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება არ დაუმტკიცა ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული სერიოზული შეშფოთების გამო. საპასუხოდ ოფიციალურმა ბაქომ ასამბლეა აზერბაიჯანაფობიისა და ისლამოფობიაში დაადანაშაულა და ორგანიზაციაში საქმიანობას შეწყვიტა. თუმცა, როგორც იტალიისა და უნგრეთის ლიდერების ვიზიტები აჩვენებს, ევროპულ დედაქალაქებში აზერბაიჯანის სრული იზოლაცია არ სურთ. მთავარი მიზეზი ენერგეტიკული და გეოპოლიტიკური ინტერესებია. ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოუკიდებლობის შემცირებას ცდილობს, აზერბაიჯანი კი ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ მომწოდებლად განიხილება. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ვითარება ევროკავშირის შიგნით არსებულ პარადოქსს აჩვენებს. ერთის მხრივ, ევროპული ინსტიტუტები ბაქოს დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის გამო აკრიტიკებენ, მეორე მხრივ კი წევრი ქვეყნები, როგორიცაა იტალია და უნგრეთი, ენერგეტიკული უსაფრთხოების გამო მასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ. ამ ორმაგი სტანდარტების ფონზე გაურკვეველი რჩება, თუ როგორი იქნება აზერბაიჯანის მომავალი ევროპულ სტრუქტურებთან, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ენერგეტიკული ინტერესები სავარაუდოდ გადაწყვეტს ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.